თბილისში McDonald's საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი გახსნა. ცერემონიალ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიც დაესწრო. ცენტრი ამიერკავკასიის რეგიონზეა გათვლილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი. პროექტ აწარმოეს საქართველოს მხარდაჭერით ლოგისტიკურ ცენტრში სალათის ფურცლის ხაზი დაინერგა, რომელიც ამიერკავკასიის McDonald's-ის რესტორნებს მოამარაგებს. ცენტრის მშენებლობაზე 2 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯა, მოგვიანებით ფუნთუშისა და ხორცის საწარმოს გახსნაც იგეგმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შეიქმნა სახელმწიფოს თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში და არის ძალიან დიდი პოტენციალი ამ პროექტის კიდევ უფრო განვითარებით. შემდგომ ეტაპებზე იგულისხმება სხვადასხვა დამატებითი პროდუქციის წარმოება საქართველოში, რომლის დანიშნულებაც იქნება ასევე საექსპორტო ქვეყნები, იქ სადაც McDonald's გააჩნია თავისი საცალო რესტორნების ქსელი. McDonald's სისტემის განვითარება არ არის მარტო რესტორნები, ეს არის სისტემა სოფლის მეურნეობა, ხორცის მრეწველობა, ფუნთუშეულების წარმოება, ოღონდ იმ შემთხვევაში ეს პროდუქცია ყველაფერი ხდება საექსპორტო. ეს არ არის პროდუქცია, რომელიც ეს არის ნებართვა აღებული McDonald's-ის კაცრი რეჟიმების დაცვით და შეგვიძლია 33,000 რესტორანს შევერთეთ მომარაგებაში.